პატიმრობის შეცვლა თუ მოხდება სხვა უფრო მსუბუქი აღმკვეთი ღონისძიებით, ეს აბსოლუტურად დამაკმაყოფილებელი იქნება. ასე ეხმაურება აჭარის ერთპარტიული უმაღლესი საბჭოს დეპუტატი და უფლებადამცველი ცოტნე ანანიძე ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის ლექტორისა და 4 სტუდენტის დაკავების საქმეს. ამბობს, რომ მასალებს არ იცნობს, თუმცა ვინაიდან კვალიფიკაცია ნაკლებად მძიმე კატეგორიისაა, მომხრეა ნაკლებად მძიმე აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების. შეგახსენებთ, ხელოვნების უნივერსიტეტის დეკანი და 4 სტუდენტი 9 დეკემბერს ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დააკავეს. როგორც სტუდენტები ყვებიან, ახალგაზრდებს სიტყვიერი შეურაცხყოფა ლექტორმა თეა ცაგურიამ მიაყენა, მამუკა ჯორბენაძემ კი ახალგაზრდები დაიცვა. ყველაფერი კი იქამდე მივიდა, რომ საქმეში ცაგურიას ქმარი მერიის თანამშრომელი ჩაერია. მნიშვნელოვანი გარემოებაა ის, რომ დაკავებულები ანტირუსული აქციების მონაწილეები იყვნენ. დაცვის მხარე ირწმუნება, რომ დეკანი და სტუდენტები პოლიტიკური მოტივით აიყვანეს. საქმის მასალებს არ ვიცნობ, თქვენი მეშვეობით მაქვს ნანახი, მათ შორის ფიზიკური დაპირისპირების კადრები, ვინაიდან კვალიფიკაცია არის ნაკლებად მძიმე კატეგორიის, ჩემი სუბიექტური პერსონალური მოსაზრება, როგორც უფლებადამცველის და ყოველთვის მომხრე ვიყავი ნაკლებად მძიმე აღკვეთი ღონისძიების სახით და ამ შემთხვევაშიც ჩემი პერსონალური მოსაზრება პატიმრობის შეცვლა თუ მოხდება სხვა უფრო მსუბუქი აღკვეთი ღონისძიებით, ეს იქნება აბსოლუტურად დამაკმაყოფილებელი მართლმსაჯულებაზე თავისი მიზნების მიღწევისთვის.